ეს არის 99 წელი, ეს არის 2-3 დეკემბერი, ხო? რა ხდება მალტაზე? იცით თქვენ საბჭოთა კრეისერ მაქსიმ გორკიზე მოხდა შეხვედრა, სადაც ხვდებიან ვინ? ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი. შეხვედრას ესწრება ჯორჯ ბეიკერი, დივანი, ხო? და სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. აი ეს 4 ადამიანი. ამ შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტი არ შემდგარა. ეს იყო ჯენტლმენური გარიგება. ერთი მხარე და მეორე მხარე შეთანხმდა რაზე, რომ საბჭოთა კავშირი უარს ამბობს. გამოდის ევროპიდან, ის არ ერევა ევროპის ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის საშინაო საქმეებში. აი ეს შეთანხმება მოხდა. რა საფუძველი ჰქონდა ამ შეთანხმებას? სივრცის შენარჩუნება. სივრცის შენარჩუნება, ერთიანი სივრცის. და გორბაჩოვმა მიიღო გარანტიები, რომ საბჭოთა კავშირი შენარჩუნდება როგორც ერთიანი კონტროლირებადი სივრცე და ეს სივრცე დაემორჩილება მოსკოვს, კრემლს და მიხეილ გორბაჩოვს. მაგრამ პროცესები განვითარდა ცოტა სხვა ფორმით და სხვა სახით. 31 მარტს ტარდება რეფერენდუმი. რეფერენდუმში მონაწილეობას ღებულობს აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის, თან ყველა რეგიონი საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკები და ავტონომიური ოლქი. და ცალსახად ერთხმად რეფერენდუმის შედეგს ბუნებრივია სამართლებრივად ყველა ნორმის დაცვით საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს დამოუკიდებლობას, ხო? 9 აპრილს. საქართველოს დამოუკიდებლობას. რა დააშავა, რა შეეშალა ქართულ სახელმწიფოს და მის პრეზიდენტს? შეეშალა რამე? არ დაიცვა მან სამართლის ნორმები? არ რაიმე პრინციპს უღალატა საერთაშორისო სამართლის? არაფერს არ უღალატა. 18 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე მოხდა აღიარება საქართველოს დამოუკიდებლობის, ხო? მაგრამ რატო ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ, ეს არის უკვე 19 აგვისტო, გახსოვთ თქვენ მოსკოვში პუტჩი, ხო, ცდელობა. სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა. ბუშს პირდაპირ ურთიერთობა გორბაჩოვთან და ეს ახლო ურთიერთობებია, საკმაოდ ახლო ურთიერთობები და ყველანაირ მხარდაჭერას გრძნობს გორბაჩოვი. მაგრამ პუტჩის შემდეგ 19-ში ბუში ცდილობს მასთან დაკავშირებას და ვერ პოულობს გორბაჩოვს. ვერ იპოვა გორბაჩოვი. ზვიად გამსახურდიას პოზიცია როგორია, იცით? ფარსი უწოდა ამ პუტჩის მოვლენებს, ფარსი. ანუ მან დაგმო რეალურად პუტჩიც დაგმო. დაგმო მთლიანი ეს კომპანია და დაგმო საბჭოთა კავშირის ერთიანი სივრცის შენარჩუნების ცდელობა. ეს არაპირდაპირ უარყოფითად აისახა მის ურთიერთობაზე ამერიკის პრეზიდენტთან. და რასაც მოყვა განცხადება, რომ ზვიად გამსახურდია მიდის დინების წინააღმდეგ. მას ცოტა წამუშავება სჭირდება იმაზე თუ რა განცხადებები გააკეთოს და რა არა. მე ვგულისხმობ, რომ სისულელეა, როცა ეს ადამიანის მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. მე ეს ცოტა ზედმეტი მგონია. არ მინდა რომ ბორცს მიღმა აღმოჩნდეს ამის გამო, მაგრამ უნდა შეიგნოს და გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გადაღმიდან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა კურთხევით. ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ ოპოზიციურ დაჯგუფებებს. ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პატროკრატებისგან შედგებოდა. ჩვენ არ დაუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო. დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მისნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სრულ აგენტებისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტების მოსვლისა.